თქვენი აზრით ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიისთვის? ჩემი აზრით ილია ჭავჭავაძე იყო ის პიროვნება, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საქართველოსთვის მამული ენა და სარწმუნოება და მოგვიწევდებდა კიდევაც ამისთვისაც. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენის შენარჩუნებაში და გამუდმებით იბრძოდა მისი სიმტკიცისთვის. ილია ჭავჭავაძე ცნობილი ადამიანი, ვიცი, რომ დიდი ადამიანია საქართველოსთვის და ქართველების, ესე იგი, ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. ეს არის უდიდესი ადამიანი, რომელიც ქართველმა ხალხმა შერაცხა წმინდანად და ილია ჭავჭავაძემ პრაქტიკულად თავისი მოღვაწეობით ქართველ ერს გაუხსნა ახალი ეპოქა მომავლისაკენ და ილია ჭავჭავაძემ პრაქტიკულად ქართველი ერის განათლების დონე ახალ საფეხურზე აიყვანა. ზოგადად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ქართული თვითშეგნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა იგი იყო ეროვნული გმირი და წმინდანი და რა ვიცი საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოღვაწეობას ჩემი აზრით. დიდი მამულიშვილი იყო პირველ რიგში. მეორე რიგში დიდი მწერალი იყო და საზოგადო მოღვაწე. ჩემთვის პირადად ალბათ ბანკის დაარსება იყო, რომელიც შემდგომში ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან კარგად შეუწყო ხელი და საჭირო იყო პრინციპში იმ დროინდელი საქართველოსთვისაც ის ინოვაცია, რაც იმ დროს ილია ჭავჭავაძემ შემოიღო. ის არის უფრო მეტ პოლიტიკოსი ვიდრე მწერალი. რა თქმა უნდა, მწერალი ჩვეულებრივი არ არის, არა ჩვეულებრივი მწერალია, მაგრამ აი რაც ჩამოიტანა საქართველოში, ის უფრო მეტად ითამაშა საქართველოს მომავლისთვის. ილია ჭავჭავაძე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საქართველოსთვის, მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, იყო ძალიან პატრიოტული ადამიანი, ძალიან ჰუმანური და დემოკრატიული. დიდი პატრიოტი იყო ილია ჭავჭავაძე და დიდი ქართველი. მომავალ თაობამ უნდა წაიკითხოს ილია ჭავჭავაძე და არ დაივიწყო კლასიკა. მაშინ არ იქნება საზღვარგარეთიდან ეს გადმოსული ეს ჩვევები, რომელიც არ გვახასიათებს ჩვენ ხალხს. საქართველოს იმისოთ არ იახსებებდა ალბათ. მოვლენა იყო იმ საუკუნეში. 22 წლის ახალგაზრდა ყმაწვილმა ქართული ანბანი გაამარტივა 32 ასონიშანისაგან შედგებოდა და ილიამ 33 ნიშნამდე დაიყვანა. წარმოიდგინეთ როგორ ნიჭიერი იყო. ეს ყოფილი თქვენი მოყვარე და როგორც თამას მოხდა სარკე, რომელიც შეიძლება ბინძური ყოფილიყო, მაგრამ იყო ნამდვილი და იმიტომ ამობდა თავის თითოეულ თქვენას, იმიტომ ჩადირო ჩვენ გამოვესწორებინეთ. ამის ნათელი მაგალითია მაგალითად კაცი ადამიანი, რომელიც მოიაზრება, თითოეული ჩვენი თავი უნდა მოვიაზრო და გამოვასწოროთ ამის მიხედვით. ამ ბუმერას პიროვნებას ბევრი რამე შეუქმნია ჩვენთვის, ხალხისთვის, ერისთვის, ერის კაცი იყო და ძალიან ბევრ ადამიანს